მამას ნათქვამია კიდეც რომ მირჩევნია იყო ოროსანი და შენით დაწერო და გააკეთო, ვიდრე მე დაგეხმარო და იყო ხუთოსანი. მეც ალბათ მამას მოდელი გადმოვიღე ჩემ შვილთან, რაღაც რჩევებს ვაძლევ, მაგრამ ბოლომდე არ ვერთო. ხო, აი რაღაცა უნდა ეცადო, რომ თუ რაღაცაში უჭირს სწორ გზაზე დააყენო, მაგრამ ეხლა შენ თუ დაუწერე თემა, ეხლა ჩემ ბავშვობაში ამასაც აკეთებდნენ. აი პირდაპირ უწერდნენ თემას ბავშვს და მიქონდა თავის დაწერილი და ეგ ხო მე უზღუდავს იმ უნარჩვევებს, იცით რა, აი ჩვენ ერთ რამეს არ ვაანალიზებთ, რომ აი როგორც ჩვენ ვიქცეოდით და როგორც ჩვენ არა უпроსტოდ ჩვენი მშობლების თაობა, ხო? ეხლა ჩემ დროს რაც ხდებოდა სკოლაში გრთამი, უმაღლესი ჩაბარებაში გრთამი, მე იმის დამთავრებაში გრთამი, სხვისი დაწერილი თემები და მე შეკითხვას ვაძლევ, რომ რატო არ გამოვიდა კარგი სპეციალისტი, ხო? მე გვიკვირს, რომ აი რა სად არის კარგი ინჟინერი, სად არის შედარწმუნდა ყველაფერს თუ ფული გადაიხადე და იმან არაფერი არ გააკეთა, შესაბამისიც გამოვიდა, ხო? ეს ხო 2x2 4 არის. არ გაანძრევინე ტვინი, არ იმეცადინა, ყველაფერი ფულით გაუკეთე, ჩაუწყე დიპლომი, ის ჩაუწყე, ეს ჩაუწყე და მე როგორ და იმასთან მე ვიღაცა უნდა მივიდეს და იმკურნალოს, თქვა თუ ექიმია, ხო?